გამარჯობა, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას. გიერთდებით აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ და მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში გესაუბრებით საკადრო ცვლილებებზე, რომელიც დღეს განხორციელდა. საუბარი არის იმაზე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. სულხან თამაზაშვილი საქმიანობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას მინისტრად დანიშნავენ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს ასევე გადაიყვანენ სუსში. საკადრო ცვლილებების შესახებ თავდაპირველად წერდა აჭარა თაიმსი, მათ შორის ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია იმ შესახებ, რომ სულხან თამაზაშვილს გათავისუფლებას უპირებდნენ და ეს ინფორმაცია ჩვენ გავავრცელეთ დღის ბოლოს, რომელიც მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა. ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც უკვე 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება ბათუმსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც. დღეს აქ აქციის მონაწილეებს შევაფასებინებთ საკადრო ცვლილებებს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი განხორციელებულ ცვლილებებზე. უშუალოდ მათგან მოვისმენთ და ვნახოთ, რა ტიპის შეფასებები კეთდება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე. თემურ, მოგესალმებით. შეგვიფასეთ დღის ბოლოს უკვე განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, რას ფიქრობთ თქვენ ამ გადანაცვლებით, რას აკეთებს ქართული ოცნება თქვენი აზრით, ან რა ტიპის ცვლილებაა მოსალოდნელი პოლიტიკაში, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს? ოცნება არა, უფრო ალბათ ბიძინა ახორციელებს. ზოგადად გადანაცვლებებზე, როდესაც არის საუბარი, დიდი ხანია რაღაც პერიოდის შემდეგ ლოგიკის ძებნა შევეშვი, იმიტომ რომ ადრე იყო ხოლმე, რომ რაღაცა ძველი კოცების, რაღაცა ახალი კოცებით ანაცვლებდნენ და მაგას ეძახდნენ რაღაცა კობახიძის კლანმა ძველი კოცები ჩაანაცვლა, მაგრამ ეხლა უკვე ვეღარაფერს ვეღარ გაიგებ, ვინ ძველია, ვინ ახალი, ვინ მისი კლანია, მაგალითად გეკა თუ გელა თუ რაც არის ის გელაძე, საიდან ამოთხარეს, ვინა, CV-ში რა აქვს, რა უწერია. ერთადერთი მე რასაც რაღაცა ჩემი გონივრული ეჭვის საფუძველზე ვხვდები, ეს ადამიანები, ვინც თანამდებობებზე მოყავთ, ძირითადად არიან ის ხალხი, ვინც ადვილად სამართავია და ვინც რაღაცა რუსულ სპეცსამსახურებთან კაფიოდ ილინკება, აი ეგეთი ხალხი, მათ შორის გეკაც, თამაზაშვილიც, ბათუმის მერიც, აი CV-ში რო ჩახედავ, ყველას ეტყობა, რომ რაღაცა რუსული აგენტურის ესეთი გაზრდილი ხალხია. ეხლა ის თამაზაშვილზე რის თქმა შეგიძლიათ ამ 1 წლის განმავლობაში აჭარას რითი დაამახსოვრა თავი, თქვენ როგორ ფიქრობთ? აჭარულად რო გითხრა, ან მაგის მოსვლა რა იყო და ან მაგის წასვლა, რითი დაამახსოვრა? რეალურად არც ანუ ფიზიკურად რო თქვა, რომ რაღაც აი გააკეთა მაგ ადამიანმა არაფერი ისეთი, რითიც მე მახსენდება, რა ვიცი, აი ძველი ეს რაღაცა ძველი კოცები, ვინც იყვნენ ბულვარში, ვისაც ჰქონდათ რაღაცა შენობები, სავაჭრო ჯიხურები და ასე შემდეგ. ეგ ხალხი უბრალოდ გაწმინდა და ახლების მოყვანა ვეღარ მოასწრო მაგან, სავარაუდოდ ვინმე სხვა მოიყვანს. ეგ მახსოვს, რაც მაგან გააკეთა, იმიტომ რომ მაგალითად ცოტნე ანანიძის, ანუ უმაღლეს საბჭოს ეხლანდელი თავმჯდომარის მოყვანაც ხო რეალურად ქობულეთის კლანიდან გამომდინარე იყო, მათ შორის მერიაში გადანაცვლებებიც ხო რაღაცა ქობულეთის კლანიდან გამომდინარე იყო, შესაბამისად ერთადერთი რის დამახსოვრა იმით, რომ აი გაწმინდა ხულოს კლანი და მოიყვანა ქობულეთის. ეგ არის ამ შემთხვევაში თქვენ არ გაგიმართლათ. არა, მე არ მიმართლებს თითქმის არასოდეს, იმიტომ რომ ეს რაღაცა ისეთი ქვეყანაა, რომ ან ხელიდან წახვიდე და ან ქვეყნიდან, მაგრამ მე ჯერჯერობით ერთს ვახერხებ და მეც მადლობა, ვერც მეორეს ხულელებს არ გაგიმართლა კი თუ მაგას ეგრევე ვიტყვით ბრჭყალებში. კეთილი, მადლობა. თემურ გორგაძეს უსმენდით. ახლა კი აზა გაბუნიას მოსაზრებაც მოვისმინოთ. აზა, მოგესალმებით. როგორ დაამახსოვრა თამაზაშვილმა აჭარას თავი და მათ შორის საკადრო პოლიტიკა, რაც დღეს განხორციელდა, რით შეიძლება შეფასდეს ან აიხსნას, როგორ ფიქრობთ?
საერთოდ პარადოქსია ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი დამსახურება არ ქონდა თამაზაშვილს, როდესაც მიზროზე მოევლინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად, იმიტომ რომ არც კი ცხოვრობდა აჭარაში, ფაქტიურად იყო უბრალოდ ქობულეთიდან წარმოშვებით, ბათუმისთვის მას არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ იმისთვის დანიშნეს, რომ პოლიციური რეჟიმი დაემყარებინა აჭარაში და მოეხდინა საკადრო ცვლილებები და რიჟვაძის კადრები, რომელიც მანამდე იყო თანამდებობებზე, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი გაუშვა თანამდებობიდან, ისე რომ არავინ არ ვიცით რატომ რისთვის და გაუსვეს ეს ადამიანი თანამდებობიდან და პრინციპში გააკეთა ის, რომ მოახდინა ცვლილებები, პოლიციის უფროსი, მისი მოადგილეები და გაქრნენ სამსახურებიდან, ისე რომ არ ვიცით საწავიდნენ რა საკეთებენ დღეს. ამიტომ თამაზაშვილის საქმე აქ აჭარაში იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტად გაეტარებინა პოლიციური რეჟიმი, მეტნაკლებად მოახერხა მან ეს ალბათ და დააწინაურეს კიდეც შეიძლება დაწინაურება ჩაითვალოს, იმიტომ რომ ამხელა ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად იყო წარმოდგენილი. მეთაურად იყო, მაგრამ ეხლა არის შინაგან საქმეთა მინისტრი, მას გაცილებით უფრო მეტი ვალდებულებები აქვს იმ რეჟიმის გასამყარებლად, რომელიც რეჟიმიც არის დღეს საქართველოში, ეს არის ავტოკრატიული დიქტატორა და მათ შორის პოლიციური რეჟიმი და ამას ასრულებდა გადასარევად თამაზაშვილი აჭარაში. სხვა მხრივ დაამახსოვრა ადამიანებს თავით ის, რომ ფაქტიურად გაწმინდა ბათუმი, ადამიანები დატოვა უმუშევრად, ხედავთ ჩვენ როგორ არის ქალაქში აწრიალებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ადამიანები ფაქტიურად დარჩნენ შემოსავლების გარეშე და ჩვენ ამას ვხედავდით და მათ შორის თავს ესხმოდა მედიას, ავიწროვებდა, დასცინოდა ეს ადამიანი ვერაფრით და საზოგადოებას ის არ ხვდებოდა. არც ერთ მოქალაქეს, ვისაც მასთან შეხვედრები უნდოდა და ჩვენ ვხედავდით ხომ მთავრობის სახლთან რამდენი ადამიანი მოდიოდა აქციებს ატარებდნენ, ის არც ერთ მოქალაქესთან უსახლკარო მარტოხელა დედებს არ ხვდებოდა. მარტოხელა დედებს, ადამიანებს ქუჩაში დარჩენილებს და ამ ადამიანებს ის არ ხვდებოდა, ხო? და არავის ის აჭარაში არ უნახავს მოქალაქეებთან შეხვედრილი. ამიტომ ის ასრულებდა ერთადერთი ადამიანის და ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დავალებას და სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაამწესეს. თუმცა ჩვენ ხედავთ როგორ ხდება დაწინაურებები, ჩვენ ხედავთ რომ ლამის პოლკოვნიკად და 7 თვეში როგორ დააწინაურეს სახელიც გამოვიწყდა. არა. დინარაძე ბოდიში, დინარაძეს დაწინაურებები ჩვენ ვნახეთ, რომ 7 თვეში ეს ადამიანმას რამოდენიმეჯერ შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ ისიც დააწინაურეს. რაც ხდება, ეს არის აბსოლუტურად კარუსელი ქართული ოცნების, რა თქმა უნდა, არ დასრულდება ეს მათთვის სასიკეთოდ. ფაქტურად აჭარაში არ დატოვეს ადამიანი, ვისაც პასუხს მოთხოვდით ყველა იმ უმსგავსობებზე, რაც ამ ქვეყანაში არის, ყველა იმ უსამართლობაზე, იმ კორუფციაზე, რომელიც დღეს არის აჭარაში, ამაზე პასუხის გამცემი ორგანო, ადამიანი, პასუხისმგებელი პირი არ დატოვეს. ალბათ ამას ეცდებიან, რომ ეს გააგრძელოს, ეს მავნე პრაქტიკა დაამკვიდროს, კიდე დანიშნავენ ვიღაცას, რომელსაც ძალიან მალე შეცვლიან, იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანებმა, მოქალაქეებმა პასუხი ვერ მივიღოთ ვერანაირი უწყებებისგან. მადლობა, აზა გაბუნიას ისმენდით, ახლა კი დავით რობაქიძის მოსაზრება მოვისმინოთ. ბატონ დავით, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, ვაფასებთ თამაზაშვილის საქმიანობას, თქვენ რითი დაგამახსოვრათ, ამ რეგიონს რითი დაამახსოვრათ თქვენი აზრით და რას გვეტყვით ქართული ოცნების მიერ დღეს განხორციელებულ საკადრო პოლიტიკაზე. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. რა ვიცი, მე დიდი წარმოდგენა, როდესაც დანიშნენ არცვაში მქონია და არც დღეს მაქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს იყო ის დროებითი ძალოვანი სტრუქტურებიდან დანიშნული კადრი, რომლებსაც გააწმენდინეს მისი წინამორბედის ის ადამიანები, ვინც იმის წინამორბედს თანხას უხდიდა, ხო, რაღაც საკითხებში. ფაქტიურად განმეორება მოხდა იმ ყველაფრის, რაც მოხდა 2004-5 წელს, როდესაც ბატონი აბაშიძე წავიდა, მაშინ
ნაცებმა დანიშნეს აქ რამოდენიმე პროკურორი და თუ რამეზე ვინმეზე მოსატანი იყო და წილი იყო მოსათხოვი ყველას მოთხოვეს და წაიღეს იქით დედაქალაქში. ანალოგიური მოხდა თამაზაშვილმა გაასუფთავა ის რაც გასასუფთავებელი იყო, რაც წასაღები იყო და დაუფასეს და დანიშნეს მინისტრად. ასე რომ დიდად რამე არ შეცვლილა და არც იმის იმედი არ მაქვს, რომ ხვალ დიდად შეიცვლება კიდე რამე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში კადრები არ არსებობს და ფაქტიურად აპიარებენ, უკვე დაიწყეს დაპიარება იმ ადამიანის, ვიზეც სწორება აქვს აღებული კოცებს, იმის შვილზე, ვიზეც სწორება აქვს აღებული კოცებს, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ეს არის რეალობა სამწუხაროდ. გასაგებია, მადლობა. დავით რობაგიძის მოსაზრება მოისმინეთ. გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც, ნახოთ რას ფიქრობენ ისინი. მოგესალმებით, ციალა. გითხარით, აბა, რას გვეტყვით თამაზაშვილის საქმიანობაზე, რითი დაამახსოვრა ბოლო 1 წელში საზოგადოებას, აჭარას, მან თავი და რა შეგიძლია გითხრათ ქართული ოცნების დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე? წინა მთავრობის თავმჯდომარისგან განსხვავებით დუმილით, იმიტომ რომ რეალურად კარჩაკეტილი პოლიტიკა. ანუ თან გულისხმობ იმას, რომ წინა მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა რაღაცა ეს გზა არჩეული, განსაკუთრებული შეურაცხმყოფელი და დამაკნინებლად მიმართავდა ოპონენტებს, არა მხოლოდ პერსონალურ ან ესე შემდეგ ოპონენტებს, არამედ ზოგადად ყველას, ვინც მისი პოლიტიკის შესახებ რაღაცა კითხვებს სვამდა ან ესე შემდეგ. წინასგან განსხვავებით ამ თავმჯდომარემ დუმილი არჩია, თუმცა მისი სახე კარგად გამოჩნდა თქვენთან დაკავშირებული ინციდენტისას, როცა ვერ მოითმინა და რაღაცა აგრესია გამოხატა ამ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე კონკრეტულ შემთხვევაში და ეს ხაზი მის პროფესიულ კარიერაში ხვალიდან ალბათ რა ვიცი თუ დღეიდან გაგრძელდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რეალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები სამწუხაროდ არიან ამ ხელისუფლების პირობებში, არც წინას ჰქონდა ნაკლები უკეთესი გამოცდილება ამ შემთხვევაში, ცენტრალური ხაზის გამგრძელებლები და გამოირჩევიან განსაკუთრებული ბოლო წლების თავმჯდომარეები განსაკუთრებით აგრესიით თუ რა ვიცი დამტკიცებენ ბიძინა ივანიშვილის კარზე საკუთარ ერთგულებას ისინი სხვადასხვა მიმართულებით. რა ვიცი, ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი თითქმის 2 წელია მე პირადად დავასრულე რაიმე ლოგიკური ანალიზის ან ლოგიკური საკითხების ლოგიკურად საუბარი რაიმე ტიპის ქართული ოცნების გადაწყვეტილებებზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად რაიმე ტიპის ისეთ კონკრეტულ მიზეშედეგობრივ კავშირს ფიზიკურად ძალიან რთულია იპოვოს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებზე კონკრეტულ შემთხვევაში. სამწუხაროდ მომავალი მთავრობის თავმჯდომარეც საც მოუწევს იტვირთოს ის მძიმე ტვირთი, რასაც ქართული ოცნების პირობებში მაღალი ხელისუფლების პირად ყოფნა ჰქვია და ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების პასუხისმგებლობის აღება, რომელიცაც ქართული ოცნება ახორციელებს თუ განახორციელებს იმის დამოუკიდებლად თავად იქნება თუ არა ჩართული ამ კონკრეტულ ამბებში. ამის კარგი მაგალითი არის, არ ვიცი, წინა მაგალითად უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყოს სხვადასხვა ტიპის კორუფციულ თუ სხვა ტიპის პირადად დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, შეიძლება არსებობდეს რაღაცა ტიპის წინა უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა მას მაინც მოუწევს თავის პროფესიულ თუ პოლიტიკური თუ არ გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას, სხვა პროფესიული განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იქნება მისთვის პროფესიულ ნაწილში იმ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რასაც თუნდაც რუსული კანონის გამართლება ჰქვია ამ შემთხვევაში და
პოლიტპატიმრების არსებობა გვქვია ამ ქვეყანაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ყველა ის ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია წარსული გამოცდილება პოლიტიკური, პროფესიული თუ ესე შემდეგ იყო საინტერესო, სასარგებლო საზოგადოებისთვის, ამ პერიოდში უკვე როცა ისინი შემოდიან მაღალი თანამდებობის პირებად ქართული ოცნების პირობებში, ისინი ხდებიან თანაზიარი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებისა, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ დღემდე ქართული ოცნება აგრძელებს იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის ადამიანების დაკავებას ტროტუარზე დგომის გამო და რაც დაახლოებით 2 წელზე დიდი ხნის წინ მე მგონი დაიწყო განსაკუთრებული რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში პროევროპული კურსის გაგრძელება. მადლობა. ციალა ქათამიძის უსმენდით, გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. გიორგი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რას ფიქრობთ დღეს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის თამაზაშვილმა რითი დაამახსოვრა თქვენი აზრით აჭარას თავი? მოგესალმებით, ჩემი აზრით მარტივი ჭეშმარიტება მოქმედებს ამ შემთხვევაში. ადგილების შეცვლის ჯამი არ იცვლება გამონათქვამი არსებობს და ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინის მოქმედი მარიონეტები ვინსად რომელ პოზიციაზე იქნებიან ამ ქვეყნის არაფერი არ იცვლება. სავარაუდოდ ჩემი როგორც ერთი უბრალო რიგითი მოქალაქის პოზიცია, ალბათ ეს ყველაფერი უკავშირდება მაქსიმუმ შიდა წრეებში უნდობლობას და ამიტომ აკეთებენ ამ გადანაცვლებას და ეგრეთ წოდებული კარუსელს, რომ ალბათ არ უნდათ მათ ბატონს, რომ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა თუნდაც მის დაქვემდებარებაში ყოფი, რომელიმე სამინისტროში კარგად მოკალათდეს და რაღაცა ძალაუფლება და ბერკეტები შეიძინოს. ალბათ ამიტომ გადაანაცვლა მხოლოდ ეს ადამიანები და სხვა რეალურად ქვეყნისთვის სასეკრეტო არაფერი არ ხდება ამ ყველაფერში. საერთოდაც ჩემი აზრით, სანამ ამ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები და არიან ადამიანები, რომლებიც ნაწამები არიან ეგრეთ წოდებული პოლიციის უსაბარტო მარშრუტკებში, ასე ვიტყოდოთ ზუსტად მარშრუტკები, იმიტომ რომ ესენი რუსები არიან. სანამ ეს ადამიანები დასჯილები არ იქნება, მანამდე არანაირი აზრი არ აქვს, ვინ სად რომელ თანამდებობაზე დაინიშნება. მადლობა, გიორგი. თეო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რას ფიქრობთ, ვაფასებთ ბოლოს ქართული ოცნების დღევანდელი საკადრო პოლიტიკა რით შეიძლება აიხსნას? გამარჯობა პირველ რიგში, ჩემი აზრით შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი ჯამი არ იცვლება, ქართული ოცნება ისევ ხელისუფლებაში არის სამწუხაროდ, ის არალეგიტიმური არის, არჩევნების გაყალბების ფონზე არის ჩვენი ხელისუფლება და რომელი გვარი ახსენეთ უკვე სულხან თამაზაშვილი წარმოიდგინეთ ამ წუთას მიხსენეთ და მისივე სახელი ამ წუთასვე დამოვიწყდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენელი არარაობა არის და მისი გაკეთებული საქმე, რომ ქართველ ხალხს ემსახურებოდეს, არაფერში არ არის, ესე შევაფასებდი მის საქმიანობას. ანუ არანაირი კვალი არ დაუტოვებია ჩვენ ხელისუფლებას რეალურად იმის გამო ვირჩევთ, რომ კეთილდღეობა მოიტანოს თვითონ ქართველი ხალხისთვის და ესენი პირიქით ან საკუთარი ჯებების გასქალების გარდა არაფერს არ აკეთებენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, საგარეო პოლიტიკური კუთხით, რომ პრორუსები არიან და თავიანთ ინტერესებს იცავენ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობა, თეო. გუბა, მოგესალმები, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენ რას ფიქრობთ სულხან თამაზაშვილის საქმიანობაზე? დღეს ვაფასებთ უკვე ამას, იმიტომ რომ აღარ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მათ შორის ქართული ოცნების მიერ დღეს განხორციელებული საკადრო პოლიტიკა რა შეიძლება ემსახურებოდეს? სულხან თამაზაშვილის საქმიანობას იმით შევაფასებ, რომ უბრალოდ ალბათ კარგად ემსახურა აჭარას და დაიმსახურა ბჭყალებში, დაწინაურება და გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ამით არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც აქამდე ტარდებოდა და რაც შეეხება დინარაძე ფაქტიურად დააწინაურეს, იმიტომ რომ კობახიძესთან აკავშირეს მაგას კარგი ურთიერთობა, ბოლო პერიოდებში იყო მისი თანამდებობიდან გამომდინარე გადაკარგული, ეგრეთ წოდებულად რომ ვთქვათ, რომ ჩავთვალოთ, იმიტომ არ ჩანდა ასპარეზზე. ეხლა დაჭირდათ კობახიძე სპიკერად და აქედან გამომდინარე შეუქმნეს ახალი სამინისტრო უსაფრთხოების მიმართულებით. ნომერ პირველი პიროვნება ხდება ქვეყანაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოება ყველა ემორჩილება მდინარაძეს და ქვეყანაში ხდება ნომერ პირველი უსაფრთხოების წარმომადგენელი ქვეყანაში კაცი და თანამდებობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე ხარისხოვნად იქცა ამ ქვეყანაში და ეს არის შეურაცხყოფა ამ ქვეყნის და ხალხმა უნდა გამოფხიზდეს, თორე ეს ბევრ რაღაცას გვაკადრებს ეს სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო, იმიტომ რომ ესენი არიან მტრები ამ ქვეყნის და ფუნდამენტს ამ ქვეყანას აცლიან, ინსტიტუტებს შეურაცხყოფენ და ქვეყანას გვიყიდიან და ასე თუ გაგრძელდა ჩვენ ცუდ დღეში ჩავარდებით და დროა გამოფხიზდეთ ხალხმა და რავი გამოვიდეთ და რავი ხმა ავიმაღლოთ ამათ წინააღმდეგ. მადლობა გუბა. აი ასეთი არის შეფასებები, რასაც თქვენ ისმენთ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე. კადრში კი ხედავთ საპროტესტო ბანერს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. აქ უკვე იმართება საპროტესტო აქცია 500 დღეზე მეტია და ბათუმი არ არის გამონაკლისი, სადაც ეს უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ შორის საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში და რა თქმა უნდა თბილისშიც ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები იმართება ყოველდღიურად. ჩვენ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაფასებდით ქართული ოცნების მიერ დღეს განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას, რომლის თანახმადაც სულხან თამაზაშვილი უკვე აღარ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ის გადაიყვანეს თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრად უპირებენ დანიშნვას, ხოლო თავის მხრივ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრი გადავიდა სუსის უფროსად, მამუკა მდინარაძეს კი ახალი სტრუქტურა შეუქმნეს, სადაც გადაინაცვლებს და მუშაობას გააგრძელებს. თავის მხრივ როგორ დაამახსოვრა სულხან თამაზაშვილმა აჭარას თავი. ვიცით რომ ის თავის დროზე დანიშნეს ისე, რომ მედია არ ესწრებოდა ამ შეხვედრას და იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა და ის აირჩიეს რეგიონის პირველ პირად. ასე კარჩაკეტილი საქმიანობდა სულხან თამაზაშვილი 1 წლის განმავლობაში, ის ისე ესწრებოდა და აორგანიზებდა საჯარო ღონისძიებებს, რომ ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია, მათ შორის ფაქტობრივად არასდროს პასუხობდა ის დამოუკიდებელ და ობიექტურ მედია საშუალებებს. არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის უსახლკარო დედები, მარტოხელა დედები მართავდნენ საპროტესტო აქციებს ამ ტერიტორიაზე, თუმცა ის არასოდეს ხვდებოდა მათ და მათი სათქმელი ყოველ ჯერზე იყო იგნორირებული. არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა როგორც თვითდასაქმებულების, ასევე ბათუმის ბულვარში დასაქმებულების, ისინიც ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა თამაზაშვილი მათთვის იყო მიუწვდომელი. ერთადერთი რითაც ასევე დაამახსოვრა თამაზაშვილმა თავი რეგიონს არის ის, დაწყებული არის კონსულტაციები, ჩვენთვის არის რამდენიმე კანდიდატი ცნობილი, თუმცა ჯერჯერობით ამ პირების დასახელებისგან თავ შევიკავებთ, რადგან ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია და ჯერჯერობით დაუდასტურებელია. იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტი სიცხადე მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, თქვენ კი გირჩევთ გააზიარეთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა ხდება მის გარშემო. გემშვიდობებით ნახვამდის.